ევროპელი დიპლომატების ბრალეულობას ხედავს მმართველი გუნდი ოპოზიციის ქმედებებშიც. რადიკალიზმის წახალისების კონტექსტში განიხილება საარჩევნო ბანერის დაზიანების შემდგომ ნიდერლანდების ელჩის მხრიდან ელენე ხოშტარიას პირად რეზიდენციაში მიწვევა. დროას ლიდერს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. პროკურატურა ოპოზიციონერ პოლიტიკოს ხვისინივთის დაზიანებას ედავება, რაც სასჯელის მარტივ ფორმებთან ერთად 1-დან 5 წლამდე პატიმრობასაც ითვალისწინებს. იმის მიუხედავად, რომ ჯერ უცნობია აკვეთი ღონისძიების რა ფორმას მოითხოვს, ბრალდება ელენე ხოშტარიას საქმეს პოლიტიკურ ფარს უწოდებს და სასამართლოში გამოცხადებაზე კატეგორიულ უარს აცხადებს. ორი დღეა დროას ლიდერის დაკავება მწვავე პოლიტიკური შეფასებების თემაა. მომხდარს ოპოზიცია პოლიტიკურ დევნად, მმართველი გუნდი კი კანონდარღვევაზე სამართლებრივ რეაგირებად აცხადებს. ხელისუფლების მისამართით გაჟღერებული ბრალდებების გათვალისწინებით ელენე ხოშტარიას რუსეთიდან გადმორიცხული თანხაც არაერთხელ შეახსენეს. ელენე ხოშტარიას და მის უფლებადამცველს ბრალის დადგენილება ჩააბარეს. საქართველოს პროკურატურა მას ხვისინივთის გაზრახ დაზიანებას ედავება. საგამოძიებო უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ბრალდებულმა 14 სექტემბერს კახიკალაძის საარჩევნო შტაბზე განთავსებული 3 ბანერის განზრახ დაზიანებით ქართულ ოცნებას 570 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი მიაყენა. ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 197 მუხლის პირველ ნაწილს ეყრდნობა, რაც ხვისინივთის დაზიანებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და 1-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ელენე ხოშტარია ბრალს აბსურდულს უწოდებს და პროტესტის ნიშნად დაცვის უფლებაზე უარს ამბობს. იქიდან გამომდინარე, რომ მიაჩნია, რომ ეს ყველაფერი ფარსია და როლი უბრალოდ მოქალაქისა, რომელიც ყავთ ტყვეობაში არის ამ სპექტაკლში ძალიან უმნიშვნელო, მას არ სურს, რომ რაიმე ტიპის, ვთქვათ, სამართლებრივი პროცედურები ან იურიდიული კაზუისტიკაზე მსჯელობა გამართოს რეჟიმთან, ამიტომ ის უარს ამბობს დაცვის უფლებაზე ამ საქმეზე. მე ვრჩები მის ადვოკატად ზოგადად, თუმცა ამ საქმეში მის ინტერესებს აღარ დავიცავ. არ უნდა რომ საზოგადოების ან თუნდაც მისი დროის და ყურადღების ძალიან მცირე ნაწილიც კი დაუთმოს ამ ფარს, რომელსაც ხდება ქართული მართლმსაჯულება. ისეთი რამ, რაც არის გამოხატვის ფარგლებში და შეიძლება ზოგჯერ გამოხატვის ფარგლების მიღმა შეიძლება იყოს სამშობლო, ეს არის კონვენციური და კონსტიტუციური სტანდარტი და არაფერი საერთო არ აქვს სისხლის სამართლის იმ უხდა, რომლითაც გამოძიება დაიწყო. ნებისმიერმა იურისტმა, ვისაც აქვს მინიმალური კომპეტენცია, იცის, რომ ეს არ არის სისხლის სამართლის დანაშაული ბანერზე წარწერის გაკეთება. სასაცილოც კი ამაზე რომ ვლაპარაკობთ, ეხლა იმ დანაშაულობების ფონზე რაც არის მომხდარი. არ შეიძლება ისეთი პრაქტიკის დანერგვა, რომელიც პირდაპირ გეუბნება, რომ პოლიტიკური შურისძიება. პოლიტიკოსი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და საკუთარ ქმედებას სოლიდარობით ხსნის იგივე ბრალდებით დაკავებული სტუდენტის მეგიდია სამიძის მიმართ, რომელიც ასევე კახიკალაძის საარჩევნო ბანერებზე გაკეთებული წარწერების გამო დააკავეს და გირაოთი გაათავისუფლეს. წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გავრცელებულ განცხადებაში დროას ლიდერი წერს. არც ერთმა სინდისის პატიმარმა იოტისოდენა სიმართლეც კი არ დათმო. გამოკეტეს, მაგრამ მორალურად გაიმარჯვა მზიამაც, ნინო დათაშვილმაც და ყველა. NGO-ებმა არ დათმეს იოტისოდენა თავისუფლება და არ დაემორჩილნენ რუსულ კანონს. ჩვენ არ დავემორჩილეთ ყალბ არჩევნებს. არ შევდივართ ყალბ პარლამენტში, არც ყალბ კომისიაში, არც ყალბ 4 ოქტომბრის სპეცოპერაციაში. სიმართლის ერთგულება გაგვამარჯვებინებს ამ გზაზე. შესაბამისად, რომ მოიგონეს ბანერზე წარწერა კრიმინალიაო. დიახ, უნდა ვანახოთ, რომ მათ მოგონილ უკანონობებს არ მემორჩილებით. მართლმსაჯულების პოლიტიკური იარაღად გამოყენება. ეს ელენე ხოშტარიას დაკავებაზე ოპოზიციური სპექტრის შეფასება. დესტრუქციული პოლიტიკოსის უკანონო ქმედებებზე სახელმწიფოს რეაგირება. ეს კი მმართველი პარტიის პასუხი. ჩვენ გვინდა სოლიდარობა გამოუცხადოთ ელენე ხოშტარიას, რომელმაც თავის მხრივ სოლიდარობა გამოუცხადა და ამგვარი ქმედებით, ამგვარი პროტესტით გამოხატა სოლიდარობა ახალგაზრდა გოგონასადმი, რომელმაც ძალიან სწორი რამ მიაწერა კახიკალაძის რუსული სპეცოპერაციის ბანერს, რომ ოცნება, რომელიც თავის თავს ქართულს ეძახის, არის სინამდვილეში რუსული ოცნება და რუსების ოცნება და რუსების საქმეს აკეთებენ, რა თქმა უნდა ისინი. იგი ვინმემ კი არ დააკავა, თავი დააჭერინა ფაქტობრივად, იმიტომ რომ ძალიან კარგად იცოდა, მე შორს ვარ იმაზრისა, რომ მან არ იცის ან საარჩევნო კანონმდებლობა, ან არ იცის მის ქმედებას რა რეაგირება შეიძლება მოყოს სახელმწიფოს მხრიდან. რა თქმა უნდა, ძალიან კარგად იცოდა, რომ ეს მისი მხრიდან იყო გამიზნული დარღვევა, შეგნებულად წავიდა ამ ქმედებაზე, შეიძლება ისიც უნდა რომ თავი დაანებოს აირიდოს ეს შემდგომი კვირების არეულობა და
ოთახში ციხის პენიტენციურ დაწესებულის ოთახში იყოს გამოკეტილი, რომ მე პასუხისმგებლობა სხვას გადააბრალოს. კოალიცია ცვლილებების ლიდერის დაკავებაზე საუბრისას ქართული ოცნება ელენე ხოშტარიასა და მისი მხარდამჭერების ორმაგ სტანდარტზე საუბრობს. ხელისუფლების შეფასებით მათ პრორუსულობას აბრალებს და აქციების ავანგარდში დგას ადამიანი, ვინც დღემდე იღებს რუსულ ფულს. აღნიშნავენ, რომ დაკავების დღესაც დროას თანფუძნებელს $100,000 ექვივალენტი რუბლი ჩაერიცხა. თავის დროზე ელენე ხოშტარიას ოჯახმა განმარტა, რომ მოსკოვიდან განხორციელებული ტრანზაქციები რუსული თეატრიდან სულიკო ვირსალაძის საავტორო უფლებების დაცვის ეგიდით მიღებული ჰონორარი იყო. არიან ადამიანები, რომლებსაც თავი მოაქვთ მთავარ ანტირუსებად ჩვენს ქვეყანაში და ამ დროს რუსეთიდან პირდაპირ ბიუჯეტიდან, ხაზინიდან ერიცხებათ თანხები, ხო? ეს ადამიანი ხოშტარია იყო ყველაზე რაღაც რადიკალური რიტორიკის, რადიკალური ნაბიჯების მომხრე რუსეთის წინააღმდეგ, ამ დროს თვითონ პირდაპირ რუსეთის ბიუჯეტიდან იღებს თანხებს. და ყველა საინტერესო დეტალი აქ რა არის, რომ ამ ეგრეთ წოდებულ ანტირუს ლიბერალებს, რომლებიც გამოდიან და ხან შტაბთან აწყობენ აქციებს 30 კაცით, ხან სხვაგან მიდიან რუსთაველის გამზირს კეტავენ და ამ შემდეგ ნული რეაქცია აქვს ამასთან დაკავშირებით. ყველა არის ყალბი. არ ვიცი ასეთი რავალი აქვს რუს ხალხს ელენე ხოშტარიას მიმართ, რომ ყოველთვე მილიონობით რუბლი ერიცხება. ერთი გარემოებაც საინტერესოა, ხო, ამტკიცებენ თითქოს რაღაც ვალდებულებები არსებობს. მეორეს ხო იგივე ხალხი, თავად ელენე ხოშტარიაც ამტკიცებს, რომ რუსეთი არ იცავს ხელშეკრულებებს, არ უნდა ენდო. როგორც ჩანს, ერთადერთი ვის მიმართაც ხელშეკრულებებს იცავენ არის ხოშტარიას ოჯახი. ეს არის რა გითხრათ, ფარისეულობის მწვერვალი არის, რასაც ჩვენ აი ამ ოჯახის მაგალითზე ვხედავთ თლიანად. ქართული ოცნების ეჭვებსა და რუსულ ფულზე ელენე ხოშტარიას მის ოჯახს და მის გუნდს დღეს აღარ უსაუბრიათ. ისინი ახლა პროკურატურის შუამდგომლობას ელიან, რაც მოითხოვს საგამოძიებო უწყება სასამართლოსგან, გირაოს შეფარდებას თუ პატიმრობას. აღკვეთის ღონისძიებაზე პროკურატურის მოთხოვნა სასამართლოში სავარაუდოდ ხვალ შევა.